არსებობს ხალხური გადამოცემა. სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები კერძოდ ექიმი, ინჟინერი და ჟურნალისტი გამართობენ. ვის ეკუთვნის პრიორიტეტი დედამიწაზე? ვინ არის პირველი? ექიმი ამტკიცებს, რომ პირველობა პროფესიათა შორის სწორედ ექიმს ეკუთვნის. ვინაიდან ქვეყნის შემოქმედმა ღმერთმა პირველად ქირურგიული ოპერაცია განახორციელა. ადამს მეგრე ამოაცალა და მისგან უშვენიერესი ქალი ევა შექმნა. ინჟინერი აპროტესტებს. აი, შენ ბიბლიაც არ იცი კარგად. ვიდრე ღმერთი ქირურგიულ ოპერაციას ჩაატარებდა, მანამდე მან ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. მზეს, ვარსკვლავებს, დედამიწას, თორემ მანამდე ქაოსი იყო. ქაოსი, მერე და ვინ მოიგონა ქაოსი? გამოცოცხლდა ჟურნალისტი. რა თქმა უნდა, ჟურნალისტები არ ხვდით ქაოსს, არც პირველობას ვიჩემენ, მაგრამ მედიცინის მუშაკებს მოვაწყენინებთ და თუ პროფესიაში პირველობას არ მივანიჭებთ, პირველი რესპონდენტი სწორედ ჩვენი ექიმი იყოს. ავთანდილ კეჩხუაშვილი დაიბადა 1940 წელს ქალაქ გორში. დაამთავრა პირველი საშუალო სკოლა. 1963 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. სპეციალობით მუშაობდა ტყვიავის საუკუნო საავადმყოფოში, გორის მედსანაწილის პოლიკლინიკასა და სტაციონარში. დღეს ავთანდილ კეჩხუაშვილი გორის ქალაქის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგეა. აქვე მუშაობდა კლინიკო-დიაგნოსტიკური განყოფილების გამგედ, კარდიოლოგად, მედიცინის მეცნიერებათა და კანდიდატი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი. ჰყავს მეუღლე, 4 შვილი და 4 შვილიშვილი. გამარჯობათ, მოგესალმებით, ბატონო ავთანდილ. გამარჯობათ, მოგესალმებით. გადაცემას დავიწყებთ, თქვენ მოისმინეთ ჩვენი ეს პატარა სიუჟეტი და თქვენ როგორ ფიქრობთ, მართლა პირველობა ექიმებს ეკუთვნით? მანოვასიგო. ახლა ყველა პროფესია საჭიროდ მიმაჩნია, რასაკვირველია, მაგრამ თუ ადამიანის ჯანმრთელობა არ არის სათანადო სიმაღლეზე, აი თქვენ მზე ახსენეთ. მზესაც კი ვერ ახედავს მაშინ, გამიგეთ, ამიტომ მაინც იმაჩნია პირველობა მაინც მედიცინის ასე მაინც თქვენ უნდა იცავთ თქვენს პროფესიას, ხოლმე. ბატონო ავთო, მართალია ჟურნალისტებს აი ქაოსს შეგვედამეთ, მაგრამ თქვენ, როგორც თქვენ, ისე ჩვენც ძალიან დიდ პატივს ვცემთ დროს, წესრიგს და ამიტომ გადაცემის დღეს ჩვენი გადაცემა და მომავალშიც დროში გათვლილი სისტემური და სტილიზებული იქნება. რის თქმით ახლა მიანით, აი ისე ბიბლიას მოვიშველი და სიმბოლურად აი ღმერთმა 7 დღე იღვაწა სამყაროს შესაქმნელად, ჩვენი შეკითხვებით 7 იქნება სულ. რასაც ვერ ვფიქრობ. ასე რომ ჩვენ ვიწყებთ ჩვენს საუბარს, ასე მკაცრად არ არის განსაზღვრული დრო, მაგრამ 7-ვე შეკითხვაზე უნდა თქვენ პასუხი გავცეთ და ამით ჩვენი გადაცემაც არის საქმეს იღებს. ბატონო ავთანდილ, პირველი შეკითხვა ასეთია. თქვენი პროფესიული საიდუმლოება. მე ჩემი პროფესიის გამო, ბატონო, დაახლოებით 9 მილიონი ამატმოფინტას ასინჯული და დახმარება მათთვის აღმოჩენილი. და ათეულიზრების მანძილზე თითქმის საბჭოთა კავშირის ძირითადი ქალაქები მოვლილი მაქვს. მოსკოვი, ლენინგრადი და კიდე სხვა. და ერთი საინტერესო საიდუმლოება აღმოაჩინა. პროფესიონალი, ქართველი, ექიმი. ყველა დანარჩენი ეროვნების პროფესიონალს ჯობია. აი ვისაც აქვს შოთა რუსთაველის იდეოლოგია, ვაჟა-ფშაველის იდეოლოგია შესისხორცებული, სულ სხვა პროფესიონალია. ამას მე ვამბობ აი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რადგან ეს მე წამს უკვე რამდენიმე ათეული წელი. ქართველი კაცის გეშიზის მეგონია, რომ აი უნდა გაჭირებოს ესე დაეხმაროს და უყვარს ადამიანი, ამიტომ მიმაჩნია, რომ ქართველი სპეციალისტი ყველაზე კარგი სპეციალისტია სოფლიოში. აი ჩვენი მეორე კითხვა ასეთია.
რა გიზიდავთ თქვენს პროფესიაში? თქვენი პროფესიული ხიბლი. რა მოგწონთ? პროფესიული ხიბლი ბანდოვასიკო მე ხშირად გქონია ასეთი შემთხვევა რომ აი მივსულა ავადმყოფთან და არც ავადმყოფის პატრონს არც ავადმყოფს არ ჯერავს რომ ის მორჩი. უკვე გამზადებულები არიან იმისათვის რომ აი უკვე იციან რომ ეს უნდა დაიღუპოს და ჩემი პროფესია აძლევს ამის საშუალებას და ხშირად მოუწია და ეხლა თანამედროვე მედიცინა მართლა სასწავლებს ახდენს ბანდოვასიკო. და მოტრიალებულა გადარჩებილა ეს პიროვნება. აი ეს თვალებში რომ დავინახე ეს სიხარული, განსვიფრებაც და იმედის მედიცინის მიმართ ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი ხილი. სასიამოვნოა ასეთი განწყობა. რა არ მოგწონთ ბატონო? ეს მესამე კითხვაა უკვე თქვენს პროფესიაში. არ მომწონს ბანდოვასიკო ის რომ აი ჩვენი ძირითადი მოსახლეობა მასიურად მოკლებულია თანამედროვე მედიცინის გამოყენებას. აი ახლა მე მოსკოვში მუშაობის დროს ხშირად მიხდებოდა ხოლმე ხანდახან გავივლიდი იყო ხოლმე ასეთი დიდებული მაღაზიები აი ბერევსკას ეძახდნენ ასეთი სახელი ჰქონდა შევხედოდი და ყველაფერი იყო თვალი აგიჭირდებოდა რა არისო რა სინატრები და არისო მაგრამ არ აქვს ფული რითაც შეიძლება იმის ეყიდვა და გამოდიოდი განაცხენებული აი ახლა ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ბატონო აი დაახლოებით ამ მდგომარეობაშია როგორც იქ შესული ან მეგეყავი ან კიდე ჩემნაირის ის უყურებდა ძირფას აქონდეს და ვერ გეტყობა ძალიან ძვირი ჯდება ბატონო მე მიხარია სოთაშორის რომ აი უკანასკნელ ხანებში ახლა ამბობენ რომ აი რა გააკეთა გუბერნატორმა რა გააკეთა გამგებელმა მაგრამ მაგათმა შეძლეს რომ აი ჩემ განყოფილებაში მაგალითად ეს საქმე ნაწილობრივ მაინც მოგვარებული და რაში გამოიხატება აი დავუშვათ მძიმე ავადმყოფები ეს იქნება ინფარქტი ციროზი ან ინფარქტი ან რაღაც დაახლოებით ჯდება 400-500 ლარი ხანდახან უფრო მეტიც ალბათ მაგრამ აი მაგათი დახმარებით თითქმის ყველას მარტო 25%-ს ვახდენებ და მის გარდაც კიდე არის აი დახმარების ფონდი უწევთა მიმართ და შენივრად არის ჩემთან მაგრამ მე ვხედავ რომ აი თემ რესპუბლიკაში გორის გარდა ძალიან ცუდად არის ეს მდგომარეობა და მე იმედი მაქვს ახლა ჩვენ ისეთი წმინდალი მინისტრი ყავს ძიმს ვერ იცით ისეთ მინისტრს რომელიც ნამდვილი ექიმიც არის და იცის ავადმყოფის გაჭირებას და ექიმს და ეჯვარებარებ რომ ახლის ხანებში ალბათ ეს საკითხი გამოსწორდება მაინც თუნდაც არ გადაიჭირა აი ჩემი შემდეგი შეკითხვა ბატონო სწორედ თქვენს ამ პასუხიდან გამომდინარეობს თუმცა ეს შეკითხვა მე წინასწარ მქონდა რა თქმა უნდა გარკვეულწილად ჩემთვისაც გეტყვით ბატონო საინტერესო ის არის რომ აი როცა ექიმი ახსენეთ და მინისტრი თქვენ ხაზი გაუსვით რომ მან იცის ექიმობა იცის ესე იგი პროფესიონალიზმზე ლაპარაკია რა აი ჩვენი შემდგომი შეკითხვა სწორედ ამას ითვალისწინებს აი პროფესიონალიზმი როგორ გესმით თქვენ ეს და როგორ ყალიბდება პროფესიონალი პირველ რიგში დიდი შრომა უნდა ეს რასაკვირველია არავის არის საიდუმლოება არ არის შრომის გარეშე და წვალების გარეშე არაფერი სპეციალისტი ვერ დადგება მაგრამ შრომაც არის და შრომაც არის გამიგეთ აი საჭირო არის ისეთ ადამიანებთან გვერდზე მუშაობა აი რომელსაც შეუძლია რაღაც გასწავლა მე მაგალითად ვიგრძენი დაახლოებით 15-20 წლის მერე რომ დავდექი ამ დღევოდი ყოველ შემთხვევაში სპეციალისტი არ შეიძლება რაც გინდათ კარგად ისწავლო რაც გინდათ ბევრი შრომოთ ისეთი სპეციალისტი დადგეთ პრაქტიკის გარეშე არაფერი არ გამოვა სამწუხაროდ ეხლა მე თვალყურს ვადევნებ მიხდება ხოლმე ამ მომავალ ექიმებთანაც მუშაობა და არ აქვს იმის საშუალება რაც თუნდაც ადრე სამწუხარო ჯერ ეს ერთი სამართლებრივი ნახევრად წარიელია პრაქტიკის მიღება ისრაელი არ არის და კიდეც რო დაუშვათ წავიდეს ან რუსეთში ან თბილისის ნებისმიერ საუკეთესო სამართლებაში ფულის გარეშე არ ახერხდება აი ახლა რო წავიდეს დაუშვათ 2-3 თვე რომელიმე ადგილზე სპეციალიზაცია ფული უნდა გადაიხადოს და სამწუხაროდ ხშირად ნიჭიერები არიან ისინი ვისაც ნაკლები აქვს ეკონომიკური შესაძლებლობა არის სამწუხაროდ ასეთი მდგომარეობა არის და ალბათ თქვენ მინდა მაგრამ მე ერთ დავამატებდი კიდეც თქვენი ძალიან
ეს თეორიაც კარგია, პრაქტიკაც კარგია, მაგრამ თუ ადამიანის სიყვარული არ აქვს, ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი ბრძანებდი ბატონო აფხონდილ მედიცინის დარგში, ამაზე თქვენი საქმიანობა, თქვენი სამეცნიერო მოღვაწეობაც მეტყველებს და როგორც თქვენ ბრძანებთ, ამას წლები უნდა ადამიანი პროფესიონალი ჩამოყალიბდეს და უკვე აღიარება მოიპოვოს და ავტორიტეტი. მაგრამ ყველა ხომ თავიდან იწყებს ბატონო მუშაობას, არა? ალბათ ყველასთვის საჭირო იქნება, ალბათ საინტერესო იქნება გახსენება იმისა, თუ აი როგორ გადადგა პირველი ნაბიჯი. პირველი ნაბიჯი, როდესაც მიდიხარ უკვე და ფიქრობ, რომ აი მე ვიწყებ დღეს მუშაობას. თქვენ როგორ გაიხსენებთ თქვენს პირველ ნაბიჯს პროფესიულ სარბიელზე? პირველი ნაბიჯი მე გორის რაიონის ცენტრალურ სამავთყოფოში გადავდგეს. პირველი დღე ჩემი მუშაობისა უკავშირდება რაიონის ცენტრალურ სამავთყოფოს. ნახე, კარგად მახსოვს. მე არ დამავიწყდება, მაგრამ ცოცხალი ვიქნები ამისი ეს მოტივები და ეს საათი. ამე არ დამეძინა. მე ეხლაც აი მიჭირს ხოლმე რა, ყოველთვის დაძაბული ვარ ტელეეკრანის წინაც და რაღაც ეს არ ვიცი პასუხისმგებლობის ბრალია თუ ისი ბრალია. მოდა ტელეგრამი უძილო ვიყავი, არ დამეძინა და დილის 8 საათზე მივედი რაიონის ცენტრალურ სამავთყოფოში. პირველი დღე ჩემი მუშაობა. ეხლა ფიქრობ, აგერ პატივისცემით უნდა მოვეპრა ადამიანებს, ისინიც ალბათ ასეთნაირად როგორ შეხვდებიან და 8 საათია დილით ახლა ვერ მოვითმინე 9 საათამდე ადრე მივედი და შევედი თუ არა სამავთყოფოში მესმის გინება. გამოდის ექიმი და იგინება თელია სიტყვები. შევხედე კარგად ახლა ვიცნობდი, ჩვენი უსაყვარლესი ექიმი იყო ხოლმე გელდიაშვილი. დიდებული ექიმი, წინვალე ქირურგი, რომელიც მართლაც აი ახლა რომ ვიფიქრებ სასწავლებს აქტივებს და ახლა ყველას გვეყარს, ყველას ეყარებთ იმანები. და აგინებს ვიღაც კაცს, რომელიც ავატყობს არ აგავს, საკმაოდ ეს ძლიერი ფიზიკური ანაგობის და მეტყვის ნამდვილად შორიდან მეტყობა და ავატყობი არ უნდა ყოფილიყო. რაში ყოფილა თორმე საქმე დონოვასი. ჩვენ ერთ-ერთი არაჩვეულებრივი ექიმი ყავდა სოსოს რესელი. ამასთან მისულა ეს კაცი, ისაც აგინებდა ეს გელდიაში. სუბფორმებში რა თქმა უნდა. სუბფორმებში, იმიტომ რომ მას არ შეეშლებოდა ეს კაცი არის. და მისულა თურმე და უთქვია რომ მიშველეო თმები მაქვს დაცემილიო და თქვენ კარგი წამალი გწოდნიათ. მელოდი იყო ის რესელი ხო? რესელიც და ეს კაციც და სოსოს უთქვია ახლა მათ არ არსებობდა მაშინ ახლა კი არის ვითომ რაღაც სამლები მაგრამ სამწუხაროდ ისე ბევრია ელოდი. სოსოს უთქვია ბატო სოსოს რომ მე ამ საქმეშიო ცოტა ნაკლებად მესმის საქმეობა გელდიაშვილი არისო კარგია გიორგი გელდიაშვილიო იმანიც ისო ძალიან კარგი სამალიო. და ეს კაცი რომ ისულა ბატონ გიორგისთან ტელეგრამი გაცილებული რაღაც შემთხვევები იყო მძიმე ახლა ესეთი და ეს რომ მივიდა და რა გინდაოდა თმის სამალი მიდო გადაერქვა. სწორედ ამ მომენტში გავიდა დიდი დრო. ბატონო ამთადი მრავალი ეპიზოდია თქვენს ცხოვრებაში, მრავალიას მართლა დასამახსოვრებელიც, ძალიან ისეთი როგორც თქვენ ბრძანეთ ადამიანური განცდით, დამოკიდებულება ავადმყოფთან, საზოგადოებასთან, გადის დრო, ემატება აი ესეთი ეპიზოდები ერთმანეთს, მაგრამ ალბათ არის მაინც რაღაც განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ბატონო ამთადი ეპიზოდზე ვლაპარაკობ, რომელმაც თქვენს ცხოვრებაში აი ესეთი წარუშლელი კვალი დატოვა და სხვა დროსაც გაიხსენებთ. რომელ ეპიზოდს გაიხსენებთ? აი ჩვენი შემდგომი შეკითხვა ყველაზე დასამახსოვრებელს თქვენი პროფესიული საქმიანობა. მე მართლა გავიხსენებ ალბათ ერთ ასეთ ჩემთვის საინტერესო შემთხვევას, არ ვიცი თქვენთვისაც საინტერესო იქნება თუ არა. დაახლოებით 30 წლის წინ მე მყავდა ავადმყოფი ეროვნებით ოსი იყო, არაჩვეულებრივი პიროვნება, ახალგაზრდა ქალი. ცხოვრება იყო გვარად ციური ერქვა სახე. გულის მაგი ჰქონდა, რამდენიმე სახის რთული მაგი ჰქონდა და როცა შეუყვარდა ერთი მამაკაცია, უარი უთხრეს რომ შენი გათხოვება არ შეიძლება. ეს ტრაგედია. და მაინც გათხოვდა.
გავყვა მაინც. ამ მამაკაც. ამ მამაკაც მაინც გავყვა. იმიტომ რომ სიყვარული ცოტა პოეტი იყო, ცოტა მაღლა დააყენა ახლა, მაგრამ აუცილებელია რომ პოეტი იყო და სიყვარული ძალიან ემტკენა მოსაგურია. და როცა შვილი გააჩინა ეს ქალბატონი ძალიან მძიმე დაავადდა. მეუღლე მიატოვა და მშობლებიც რატო გაგევიდნენ არიდნენ თანახმა ამ კაცთან, მშობლებმაც მიატოვა. აღმოჩნდა ეს ქალბატონი ციური ჩვენი განყოფილების შვილობილად, ასეთ შეიძლება ვიწოდოთ. უძიმესი შემთხვევა. თბილისში მსგავსი ოპერაცია რაც მაგას სჭირდებოდა, მშრალგულზე ეძახით, მაშინ არ კეთდებოდა. იმდენად კეთილშობილი პიროვნება იყო ბაბნოვასიკო, რომ მე წავიყვანე ის მოსკოვში, ჰქონდა ურთიერთობა, ბუხარელი იყო, გვარად ის ამისთან კომუნიკაციას აკეთებდა და თხოვე რომ ყოველგვარი ანგარების გარეშე დახმარებოდა, მართლაც დიდებული პიროვნება იყო ეს რუსი უდიდესი სპეციალისტი. წავიდა ნიუ-იორკიდან ჩამოიტანა მაგისათვის საქმეები სპეციალური რომ ოპერაცია გაიგეთებინა. რასაკვირო ლემანი ფული გადაიხედა, მაგრამ ამას არავითარი არც გადასახადი არაფერი რასაკვირველი არ მოსთხოვეს და გაუკეთდა ოპერაცია. ეს დამძიმებული, მძიმე მატყლი ამ ოპერაციის შემდეგ, როცა დავინახე, ფეხზე დადგა, დადიოდა, სანატორიუმში წავიდა, აი ეს იყო ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ეპიზოდი ჩემ ცხოვრებაში. თქვენ რა თქმა უნდა მომავალში კიდე მოგვიწევს შეხვედრების და ურთიერთობებიც, იმიტომ რომ სამით არ თავდება, მაგრამ აი ბოლოს შეკითხვა, მეშვიდე შეკითხვა ასეთია. სამი სიტყვა, რომელსაც თქვენს პროფესიაში ხშირად იყენებთ. სამი სიტყვა ბატონო. ალბათ პირველი ახლა მიწევს ხოლმე გაიხადე და უთხრობთ. შემდეგ ნუგეშინია კარგად იქნება. დიდი მადლობა მოგზაურობისათვის, საინტერესო იყო ძალიან თქვენი პასუხები ჩვენ შეკითხვებზე. და მინდა ასევე წარმატება გისურვოთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, იმიტომ მინდა გადაგიხადოთ ბატონო ავტანი, რომ ჩვენ პირველი გადაცემაში ჩვენი პირველი რესპონდენტი ვგზავნებით. ღმერთმა ხნას ეს დასაწყისი პირველი კეთილი ყოფილიყოს მომავალი სხვა პროფესიის ადამიანთა შეხვედრისათვის და სხვათა შორის ეს კიდე იმას ნიშნავს, რომ თქვენ ექიმი ბრძანდებით და ექიმებს მომავალშიც მოუწევთ სხვა დროს გამოსვლა. თუმცა შემდეგ გადაცემაში უკვე სხვა პროფესიის წარმომადგენელი გვეყოდება. მადლობა მოგზაურობთ.